ალაზანი ზაფრად უხვევს სწორედ იმ ადგილას, სადაც სოფელი ბერმუხა მდებარეობს თავისი ძველთა ძველი ნასახლარებით, ნასაყდრალებითა და ნაციხარებით. ბერმუხაში გვიან ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა. თავდაპირველად ბერმუხელები მეცხოველეობას, უკეთ რომ ვთქვათ, მეცხვარეობას ეწეოდნენ. მიუხედავად ამისა, მარტივად, გლეხურად მოვლილი ვაზი ჰქონდათ მათ თავიანთ საგარმიდამოში. სახელმწიფოური მასშტაბი მევენახეობისა ჯერ არსად ჩანდა. ამ 40 წლის წინათ საბჭოთა ხელისუფლებამ განიზრახა არაშენდა ზეგანსა და ბერმუხის ტაფობზე ვაზნარების მოწყობა. ეს ამბავი სწრაფად მოედო სოფელს. აბზანდი, დაბზანდი. გამარჯობა მიქელა. გამარჯობა ბაბა მიქელა. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხალია ხარა მოუსმინო. იცის რამდენი რამ მინახავს ამ ბერმუხის ქვეშ. აქ როზგავდა თავის ყმებს ედიშერ ვაჩნაძის მამა. აქ აგროვებდა გენერალი გლეხკაცებს, როცა ლეკის ჯარი კახეთს შემოესეოდა. უშინდელივით მახსოვს. აქ იჯდა გენერალი ვაჩნაძე და ხირიმის თოფებს ურიგებდა ხალხს. შენც აქ იყავი იმ დღეს ბიჭა ვაბრია. რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ ალაზანში ჩვენ გრძლად გვეჩვენა. ურდღლის კუდივით მოკლე ყოფილა ეს ტიალი წუთი სოფელი. მაგრამ მაინც კარგია ცხოვრება. ცოცხალი ვირი მკტარ ლომს მაინც აჟობს შვილოსა თუნდაც იმით, რომ იგი მზეს უმზეს. მზის ყურება რაბედენა, მარტოდენ მზის ყურება არ აკმარა ჩემო მიქელა. ღმერთს ნუსოდა ავსიტყვა. ნუც მოგწყენია მზის მზერა შვილოსა. თქვენ არც კი იცით რა ბედნიერები ხართ ალაზანს, რომ გახურებთ მზეზე მოელვარეს. თქვენ არც კი იცით რა ბედნიერები ხართ ჩემებრო რომ არ ზიხართ ბნელეთში. შვილები მიამბობენ, დიდი ამბები ხდება ამ ქვეყანაზეო და მე კი საკუთარი თვალებით ვერ შემიმოწმები ეგ ყველაფერი აგრე მგონია ზღაპრებს მიამბობენ. ინდი მოდიან. ვინ მოდის კაცო? ჩვენი უფროსობა. რაიკომის მდივანი. თედო კარავაში. შენი შვილი გოდერძი და ისა. პროფესორი კორინთია. გამარჯობა ბაბა მიქელა. პროფესორი გესალმება ბაბა. მერთმა გადიმარჯოს. ეს ჩვენი სიძე, ვაჩნაძიან სიძე. როგორ ბრძანდები ბაბა მიქელა? კარგად ვარ მეთქი, ვერ გეტყვი, რადგან კარგად ყოფნა. იმას ეთქმის, ვინც ამ ქვეყნის სიკეთეს საკუთარი თვალით ხედავს. სუდად ვაროვენ გითხრა არც ეგ მინდა, რადგან სუდი კაცი უნდა იყოს აგრე. მართავს ბრძანებს ბაბა მიქელა, კაი კაცი მუდამ კარგად უნდა იყოს. ბაბა მიქელა უხუცესია კაცთა შორის. ჩვენს რაიონში. ხოლო ბერმუხა ხეთა შორის. ვისთვის გარჭის? ჩემზე უკეთ იცნობთ კახეთის მადლიან მიწას. და ნაცვლად იმისა, რომ აქ საუკეთესოდ მოვლილი ვენახები ბინებდეს და მის ნაყოფს მოიმკოდნენ თქვენი შვილები და შვილიშვილები, ანტასა და კუნელს, ღოლოსა და ღანცს დახარბები ხარ. და ეს საქმეა ბაბა მიქელა. ჰაი, ეგ აგრია. სამაგისტრო წელი სადა გვაქვს შვილო. ჩვენი კოლექტივი ღარიბია, ჩვენ ცოტანი ვართ და გაჭირვებული.
ღარიბი და გაჭირებული არავინ იქნება, პაპა მიქელა. თუ გარჯის უნარი აქვს და ხერხი. რა გვარი ხერხი? ეგ მეც მასწავლოთ ამ სიბერეში ეგ ხერხი. მეცნიერება სხვა არაფერია თუ არა და ხერხი. ამ ხერხით უნდა დავამუშავოთ ვერმუხის ზეგანი. გავაშენოთ სწორები. მინდა გაბარათ ეგა, ჰა? თავრობა. გენერალმა ვაჩნაძემ და მისმა მოურავმა 100 კაცი და 7 გუთნეული მიაყენა ერთ პატარა უბანს. კოცონებიც კი დაანთეს ნამუხარებს. ჩეხეს და ჰკეპეს ნაფესვარები 3 თვე იმუშავეს და 2 ოთხცევა ძლივს მოაცოდნილეს. და მარტო რვამუხის ნაფესვარები, მურყანების, თელების და წიფლების ნაფესვარებსაც ვერ შეხვდებით მე. ახლა იმათ გამოძირკვა იკითხეთ. გადა მარტო ნაფესვარებშია საქმე. აი ამ ზეგანზე იქ ქვაღორღიანი ნიაღვრებისგან გამოფიტული ნიადაგია. აი მთებიდან რომ დაიძლებიან ნაღვარები გრიალითა და ბუბუნითა მერე ნახეთ ამ ზეგანზე სურების გაშენება. სწორია, მეც მანდავა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ამ ზეგანზე იმდენი ტურა ყურძნის ისილას არ შეგვარჩენე. მე კარგახანს ქალაქ მუშაობდი და გამოცდილი ვარ მანქანების საქმეში. 9 მუხის ზეგანზე ვერავითარი ტრაქტორი ვერ იმუშავებს. რასაც შენ ამბობ, კანგრე, ისეთივე სასაცილოა, როგორც მეღორე პოპოლას ნათქვამი ტურების თაობაზე. რვაზი სხვარსა გამს ერთ რამეში. იმასაც 1000 მავნე და მტერი თან დახვება. ჩვენ ადვილად უმკლავდებით. ცხრის მტრებსა, მაგრამ ამ თავარი ის არის, რომ ვაზის მტერი უჩინ-მაჩინად მავალია მიწის ქვეშ. ავერთი პაპა მიქელას აკითხეთ. გენერალის მეზრეს. ვაჩნაძემაც გამართა ზურები რვამუხის ზეგანზე, მაგრამ იმ წყეულმა ღრაჭამ შეუჭამა. ვაზი. გუშინდელი მით მახსოვს. საცა მე ვზივარ ახლა აი აქ იჯდა გენერალი ვაჩნაძე და მოგვიწოდებდა მომეშველეთო იმ წყეული ღრაჭას წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი მოურავი და აგრონომები აი მან დიდგნენ, საცა თქვენ ბრძანდებით და სიტყვას ვერ დაეძა. 200 კაცი მოვაკუჩეთ. ფთარეთ და ვარეთ გენერალის ზურები. 1000-ზე მეტ ვას გამოუთხარეთ ძირივი და ვერსად ვერ მივაკვლიეთ იმ ტიალ ღრაჭასა. მემრე ის იყო, თითქო გაგულისთაო იტიალი ისა, ისე დაერია ამ ზეგანზე ჩაყრილ ვას, რომ სისილა გაუწყვეტ. აქ მართალის დღეს ვაზიც ხარსა გავს თავის უმწეობაში. არა მარტო თვალით ხილული არსებანი მტრობენ ვას, არამედ უჩინარიც. ეს ჭრაფი ნაცარი 1000 გვარი ბაცილა და თვალით ოდნავ შესამჩნევი სოფოები. ღრაჭას მეცნიერებაში მარმარილოს ხოჭოს ვეძახით, პაპა მიქელა. მარმარილოს ხოჭოს? ო, ჩვენ კარგად გვაქვს შესწავლილი. რაც შეეხება ამ ვერმუხის ზეგანს, ჩვენ დავათვალიერეთ და შევისწავლეთ. მართალია კი, ფრიანია და ღორღიანი, მაგრამ არც თუ გამოფიტული, სწორედ ასეთი უყვარს ვას. იმ ქვეყნებში, სადაც სავენახე ნიადაგ სხვა და ღორღი არ ახლავს თან, საგანგებოდ შემოაკვდა ვაზნარებში ფრია. რაც შეეხება ამ გველეთის ხევებიდან დაძრულ ნაღვარევებს, როგორმე მათაც მოუვიდით ჩვენ, ეს გავაშენე. სინათლეც გვექნება და სარწყავის საშუალება. გამარჯობა. კორინთელი გახლავართ.
ეიცი, მახსოვს, დაბზენ დაიცი. როგორ მოგიკითხო? შემოდერქას რა? ხომ კარგად? შენ გენაცხადებს, მაია სიცოცხლეში. დაგეარეთ. აბა? აბა ეგეც. დამენახეთ, კარგად დამენახეთ. შენი ურად გამოიყურე. შენი ურად. ოჩა. Babatie si mogaro gambino non gallodine. Babatie. Nak chimbraliare. Ეხლავე ყველაფერი იქნება. ეხლავე. გესადილად ვარ მოჩემოდეს იქნებოდა. საჭირო იყო ამდენი ლოდინი. აი, ბევრი მემოდარე, მაგრამ არაფრით არა. არა და არაო. არა და არაო, პირი არაფერს არ დააკარა. აი, ეხლავე. მოიცა, მაიკო, რა მოგვიმზადე მაინც. როგორ რა მოგიმზადე? ცივად მოხარშული თეთრი დედალი. ნივრი. შემწვარი ბატი. ჩურჩი. დიახ, ჩურჩი. აი, გახსოვს? სიხმაწვილეში ორივეს რო ძალიან გიყვარდა. ეხლა ვეფენიჭი. მედიკო. შენ ბოდიში მოგიხადე ჩიმოგავ. დაგვიანებისთვის. მაგრამ შენ სხვა რამისთვისაც გმართებდა ბოდიშიც მოგდა. მაინც რისთვის? დილიდანვე მარტო გარო გამომიშვი ამ დიალ სასტუმროში. მე ძლიერ მაოცებს ვახტანგ შენ ისევ ძველი მეოცნები რომ დარჩი ამ ცხოვრებაში. რას ნიშნავს მეოცნე? დიახ, მეოცნე. გავიგე? ნუ თუ შენ მართლა გჯერა რომ ის რაც პაპაჩემმა ვერ შესძლო ამ ხარის უდიდესმა მემამულემ და სახელგანთქმულმა გენერალმა იმას ჩვენი საწყალი კოლმეურნენი შეესწრებენ. შენ კარგად გახსოვს ჩვენ სიხმაწვილეში მეხრეები ამ ეწრებში ვერ ბედავდნენ გლების შიშით საქონლის გალალვას. არ მესმის. რა ვაზნარები უნდა მოაწყოთ მან? იცი რა, არ გეწყინოს მედიკო, მაგრამ მეოცნებეს სწორედ შენახარ. და ხედავ რომ ამ ბურანიდან ვერ გამარკვეულ ხარჯ. საერთოდ ვერ მომწოდნოდა ასეთ უგუნებობას შექმნით, აქ ვერ მუხას ჩამოსვლა არ წამოგიყვან. გეფიცები არ წამოგიყვან. აპატია. აბა ოჯახში ლაპარაკი ვის არ მოსვლია? ძაღლთა პერიოდში ცოლიმაო. მაგისი გასაგისი გადააშენა ღმერთმა. შვილებიც მაგას გამეემგონენ და შვილთა შვილებიცა. წეული მციკოსის დღე როცა გაშარიდია ციმოვატრია. ავ სიტყვა ხარ, აი ავ სიტყვა. რათა გაცო, რათა. როცა სულკურთხეული მამა ჩემი გარდაიცვალა. მე დამტოვა უჯირა ორთაგვარის უხუცესად. ეხლა რა, ჩვენი ხნის მამაკაცები აღარ არიან და თაგი აიშვეს. დიაცებმა და უწერულმა ბიჭებმა კონკავშირში შევიდნენ. რა სიტყვაო, კაცო.
მიქელავ შენ უკეთ იცი გვარსა ისე უნდა უძღოდეს უფროსი როგორცა ცხრის ფარასა ვაცი თორე კლდეზე გადაიჩეხება უთო დიაცსა დაოკება უნდა უწყრულ ვაშკაც მწვრთნელი ცხარსა ვაცი ამაგრებს დიაცსა ქმარი ვასაჭიგო და ლობიოა იმასაც სარიჭი ხდება ენასა კბილები ამაგრებს და კბილებს დაცდენილ სიტყვას ბრძენიც ვეღარ იხმობს უკან ეგრეა მცხრას უფროსობა აღარ არის მე ბედნიერი მაშინ ამყოფილვარ როცა ჩემი ცხრის ფარას დავდებდი ტყეღრეში ჩემი ნაბადი იყო ჩემი საბანიცა და კარავიცა ჩემი უნაგირი იყო ჩემი გერმის ბალიში არც შვიდის სიავე მოხდებოდა თვალში არც მოგეთეების როგორც ცოფიან ძაღლსა წყლის ეგრე მეშინია ხვალინდელი დღისა სიკვდილი მომნატრებია შენა ბედნიერი ხარ საკუთარი თვალით ვეღარ ახედა ქვეყნის წახდენას ღმერთს ანუს სოდავაბრიაო ცოლშვილიც კარგი ჰყავს და შვილიშვილებიცა ეგ შენი ბრალი როდია სიბერის ბრალია ჩემამზე სიბერე ავადმყოფობა ბიჭო ავადმყოფობა ავად ხომ ყოფილხარ ოდესმე ხო და როგორც ავადყოფს გულს უწუხებს ჯანსაღთა ჟრიამულისე ბერიკაცას ზაქს ჯელების ანგლობა დრო ცხენსა გავს ერთ რამეში აი ცხენი როცა წინ გადახტება ტანი თუ არა აყოლე უთუოდ ჩამოგაგდებს იცოთე ფილმში დამისახა ხო შვიდობა ნუ მოგიშალო შვილო ამიადო რათალგე ბიჭო შენ თუ გიყურებ დებრები ვარ და ძილი გაგვირბის ამალდაში გაიყო ხალხსა სამუშაოთა პატარძლებს თუ შეაშინებს ზიაბრიო ეგრე თუ უყურეთ გამოდარებას მაის ამდისაც ვერ შევასრულებ გეგმას ეს გეგმა გაკერიათ იზე უნდაც რა მოსვლი ბიჭო ფეხი იტკინე არა ეს ული ჩექმა დამისულ და გუშინ თავს ხმაში მოდი ბიჭო ვინო და გვილია შენინებეთ ზიაბრიო ეგ ვინო მე ჯერ ხელფის გადავიღარ გაბრიაო მიდი ერთი შენ გაზრდას თაროზე თხის ქონი დევს და მიუტანებიცა რა სასაცილონი იყავით ბიჭო ამკვირია რამდენი ეწოლე და მაინც ვერ დასძარით ის ნაფთესვარები აგიგეუბნებოდით ვერაც გახტებით მეთქი გუში დავნახე ხრამში გადაცვენილიყვნენ ჩემი შვილი ნიკა და აი რუსის ბიჭი კოლა სოკოლოვი თავთავიანთი ტრაქტორებიანად წელამდე ლაფში ტოპავდნენ ეგუბედურები მივაძახე მეტისხვილე ნიორთავა ხوار შეხვედრიათ მეთქი ნიორთავა რაშაში იყო ზიაბრიო არი ციგანა ნიორთავა ნავსია ეგ ნავსია ეგ ოხერიება მაგის ერთი შეხედვა ცხენსა მუხლებს შაუკრამს რამდენ კაცსა ჭალაში გადაბრუნებია ურემ ცხენი წაქცევია ალაზანში აბარასა ზიაბრიო მაგსაც წყალ ნიორთავას რამე რო შეეძლოს იმ თავის დაკონკილ შარვალს გამოიწვიდა ეს არც ნიორთავას ბრალია და არც ტრაქტორისტების ოცო ვეუბნებოით ვერათედო იმ აგრონომელი თავს რომ ეს მცირე ძალიან ტრაქტორები ამ სამუშაოს ვერ შეასრულებენ მეტ არაო აი ჩემა მექანიზმების ჩამოყვანას დიდძალი საწოვი დასჭირდებაო ეგ არის და ეგ ხო მაგრამ აი გუთნებითა და ხარკამეჩით ვეღარ შეძლებდით მაგ ნაფესვარების ამოძირკვას პაპა ასამბობ მიქელა იცი რამოდენაა აი ტრაქტორი იცი რა ძალა აქვს მაგ ვერანასა
მათი უღელი ხარკამეთში ვერ გაწევს მოგოდინეს. არ მინახავს. მაინც რამოდენა ეგ ტრაქტორია. აი მოფარდაგული ურმის სიმაღლისა იქნება და სიგრძისაც იმოდენარეა და რითი დადის? ლიგროინით, პაპა. ლიგროინიო. ლიგროინი რაღა დოზანაა ბიჭო. საპრალო სითხეა, პაპა. და ეგ სითხე როგორ გადაზრავს? ამოდენა მაჯლაჯუნა საბრიალ. აი აბა მე რა ვიცი შეიშვილი საკითხე ის მაგსა წაუღია ტრაქტორი და იმის საწვავი მე ამ გემრიელ ღვინოსავს და ეგარი და ეგ გაგიმარჯვეთ ბორბლები თუ აქვს ტრაქტორსა არა უბორბლო დადის უბორბლო თუ როგორც ზღაპარში ეგრე ყოფილა უბორბლოთ, უცხენოთ, უკამეჩოთ. საკვირველი რამ ყოფილა ეგ ვერანა ეგა. მუხლუხები დადის, პაპა, მუხლუხებით. მუხლუხები რაღა ჯანდაბაა. აი ხა მაგვიანდება, რომელ აგიხსნი, პაპა. რა კი წასვლას არის, ტყავკაბა მაინც გადაიცვი, ბიჭაო. ბიჭაო ამ თბილგერასა და ამ პურმარილს დატოვებს კაცი, რა დროს პურმარილი ამილა უთენი ზეაბრეო. დღეს რაიკომის დივანი უნდა ჩამოვიდეს, მექანიზმები ჩამოგვიტანოს. მექანიზმები რა დოზანაა? აი როცა საქმეს მოვწევით, აგიხსნი ზეაბრეო. ამასინათ ვახტანგი მიამბობდა თქვენს გამო. რევოლვერის ერთი გასროლით სხვა რიჭამია ორბი მოჰკლავა. აბა? აბა თქვენი როგორ არის, მამა ჩემს ძალიან უყვარდა მიქელა. ბეჭავს თვალის სინათლე ხომ არ დაბრუნებია. არ დაბრუნებია. აბა, გაგვიმარჯოს, კარგად ვიყოთ. იცოცხლეთ. იცოცხლეთ. კარგად ზანდებოდეთ. იცოცხლეთ გოდერთი მან. რა კარგი ძაღლია, ხო? ახილი? ასეთი ჯერ არსად არ მინახა. ხო. ახილი პოლიციის პრეფექტმა აჩუქა. მოდი ჩემთან. მოიცა. ახილი პარიზის პრეფექტმა აჩუქა მამიდაჩი მეფრემიეს. ოქროს 3 მედალი აქვს მიღებული. მისი წინაპრებით მედალოსნები არიან. და ეს თავად რა ჯიშის არის? დობერმან პინჩერი. ხომ არ ნადირობს? არა, მონადირი არ არის. ეს პოლიციის ძაღლია, გამომძიებელი. ესე იგი მეძებარი. მეძებარი. ფოტოშოპის თავის დროზე ბევრი დამნაშავე ყავს აღმოჩენილი. გახსოვს, პარიზში მოკლეს ერთი ცნობილი ქიმიკოსი, შერპანძიე. გაძარცვეს და მისი დაკუწული გვამი ვანაში შეინახეს. დამალეს. ვანაში. საწყალი მარტო ცხოვრობდა შერპანძიე. დილით ადრე მოვიდა მერძევე. და პოლიცია შეატყობინა ეს ამბავი. ეს კაცი მარტო ხელა იყო, მაგრამ მასთან ცხოვრობდა ერთი მოსამსახურე ელზასელი. მსახური. ის მსახურიც გაქრა. აღარ იყო არსად. მაშინ მოიყვანეს ახილი, დააყონოსინეს იმ ელზასელის შარვალი. ახილმა ირბინა და ქალაქ გარეთ, ერთ ძველ გარაჟში აღმოაჩინა ბანდიტების დიდი ფუნაგი. აი, ჩემი ახილი. ისა გოდეთი შენ დადი მონკადეში ჩაჯიქ მე მოვისხავრა და გამოვა. კარგად ზანდებოდეთ გაბატონო. თუ შეწუხდეთ, კარგად ზანდებოდეთ. აბა, მე წავედი. მაგრამ როდის დაბრუნდები, რა მოგახსენე?
კარგი ბიჭია გოდერძი. მაგრამ მაგას ერთი უბედურობა სჭირს. რა უბედურება? როგორც ამბობენ, მაგას უყვარს თარალაშვილი ნათია. როგორც უთანაგრძნობს, მაგრამ შობლები არაშვებია. სუწუნებენითო. როგორ თუ რას უწუნებენ, მაგ ბეჭავს უსინათლო პაპა და გიჟი მამიდა ხავს. რა მოხდა მე? როგორ რა მოხდა? გიჟი ადამიანის ყოლას მიცვალებული რო გედგას ის გიშჩევ. კარგი. ეს კარგია რომ წვიმამ გადაიღო. რა? სხვადასხვის მე შემოვლილი მაქვს ამ ხარის თითქმის ყოველი კუნჭული. და გამოდეხილათ უნდა გითხრა შემოგოდერძი რომ ასეთი ხარების სოფელი ჯერ არ სადგინახავს. სიღარიბეს არავითარი გამართლება არ აქვს. მხოლოდ უქნა რა ღარიბი. ამოდენა სოფელს ერთადერთი წყაროა. რა გახდა 2-1000 მეტრი მილის ჩამოტანა თბილისიდან. აი მალე ერთ სამუშაოს, დიდ სამუშაოს მოამთავრებ, მილებს შემოვიდნენ და მე და შენ გავიყანებ წყარო. ეს ამწუხარო რა თქვენ შორს ახარ ჩვენ და ბატონო ვახტანგ. არა, რატო ხარ? ეს მითხარი ამონელი მოიტანე? მოიტანეს, მალე აფეთქებას დავიწყოთ. სხვადასხვის ძალიან კარგია ისიც რომ ეს საქმე საგაისეთ არ გადავდეთ. მოხედავთ ზიაბრიო, რა ყოფილან ჩვენი მექანიზმები? ჯერ ხადილი ნაადრევია ბიჭა. მუხის ფესვებს მოერიეთ, მაგრამ ვენახეთ. რა დღე გაყაროთ ქვაკაცას წმინდა გიორგი. აი იმ ზეგანს რა ქვია? იმ ზეგანს, გველეთის ზეგანი. აი ის კოშკის ნანგრევი ამაში. გველეთის. ძალიან კარგი. მოიცალეთ პატარა ქოხშავი. ანარა და მას ჩამოვიდა ფინოსავს. ჭილობის ოდენა იმას. ბახს მოვიწყო 100 ბახს გავახარებ. ეს სხვა თორეები არ დადეგებს მაინც შემოვალ ხეებსა და ვას მოული. და ხანდახან უნდა შენ ალაზანზეც წავინადირებ. შემოგოდერძი აბანა უკლებაცა რა, საცა სიბერე მომაკითხავს მე აქ დავსახლდები სულ მინდა რომ შვიდად და უდრტვინველად შევხვდე მშობლიურ მიწაზე სიკვდილს სხვადასხვის უნდა გითხრა რომ წარმოშობით მესხი ვარ მაგრამ აქ დავიბადე კახეთში და ხომ გაგიგონია საო ჩიტი სადაც გაიზრდება მისი ბაღდადიც იქ არის მე დურგლობა მეხერხება ბატონო ვახტანგ სახლის აგებაში წამოგეშველებით კარგი შენ როგორ გაგიჭირებს სხვადასხვის მეც მეხერხება ხელობა მაშინ სტუდენტობის დროს პარიზში Citroën-ის ქარხანაში მუშაობდი სადურგლო საამქროში და იქ ვისწავლე მუშაობ? უბრალოდ მუშაობ? არა აბა ამ დირექტორობას ვინ მომაშავებდა ბევრი ხეტიალი ძალიან ბევრი ხეტიალი ამ სხვა ქვეყნებში
მე რაც თავარია მამა ადრე მომიკვდა ხომ იცი და უსახსროდ დარჩი და ხან გაზეთის გამომშვები ვიყავი ხან კოლექტორი ვიყავი ხან თურგულობდი ხან ზეინკლობდი ვინ იყო ჩვენი გამკითხა ხოლო სიყარიბე და სიხატაკი იყო ჩვენი მოტივის თუმა აი ზერან ცოლი რამდენს მემუდარა გახსოვს პალტო ჩაიციო მე პალტო ამ სულა მქონდა ამდე თუ მქონდა ლომბარდში იყო და გირევებული ამიტომაც გადავეჩი მესტარები როგორც ჩანს იქ ძიმე ცხოვრება ქონიათ ალბათ არა ბატონო ძიმე ადვილი სათქმელია სოთაშორის აი უკანასკნელად რომ გამგზავნა ჩვენი მამთავრობა ისევ იმ ქვეყანაში განათლად გიბრა არ მინდოდა დასვლა ძალიან არ მინდოდა დასვლა მაგრამ მთავრობის დავალება ხომ შემოსულებია ახლა კიდევ ჩემი ნატურა ისაა რომ ჩვენი სამშობლოს სილამაზით დავტკბე ჩვენი მიწის სუნით გავწყე ჩვენი ჩანჩქერები შხრიალი ჩვენი ტყის დუმილი ჩვენი ვენახების ბიბინი თუ მომარჩენს გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება ციხის წყვილში ჩემო ბატონო. აი სხვა როგორ მოგიკითხო ჩემო სოლომონ. რაგაცინეს? ნამდვილ სახელს გადავეჭვიე ჩემო ბატონო. ურთ გადაეჭვიე რა? და ერთხელა ერთსა ნიორი თმის ამოყვანა ურჩი. არაფერი არ გამოგივიდა. მას შემდეგ ნიორ თავას მეძახის მთელი სოფელი. თქვენც ასე დამიძახეთ. არა ბატონო როგორ გიგადრე
გეუბნება. ერთი ის მითხარი, თუ მიცანი სოლომონი ვინ რასა, როგორ ვერ მაინც გიცანით? აბა თქვენ როგორ ვერ გიცანით ბატონო? დასაკვირის არის თქვენ რომ მიცანით. ვითომ რატო? აბა ჩემი წანა მაჩუჩის ტაბიკი ვის გახსენდება? არა, სოლომონ. კაცი ყველა პატივისცემის ღირსია, ვინც თავის საქმეს კარგა აკეთებს. ამინდოდა ეხლა შენ. ერთი წყალი დამალეინე რა, შენ ცივი გექნე. წყალი, მოგძალე, შინ მოგძალე. არა, თვითონ. სულ თაეზე. არა, მე ეხლა არც სახლი გამაჩნია, არც შინა. მაგრამ ამ წისქვილიდან მაინც არავინ მაგდებს. მოგძალე, ძალიან აქ თქო. კარგი ბატონო, ეგრე. აქამშვიდობა, ჩემო სოლომონ. იცოცხლ ჩემო ბატონო, იცოცხლ. ძველო, კარგო. აბა, ინებეთ ბატონო. გოდიში, ჩემო სოლომონ, წიგნის კითხვისას ხელი შეგიშალა რა. აბა რა საბრძანებ ჩემო ბატონო. ასაკითხულო. რეფრის დღეოსანს. 10 ჯერ მაინც მექნება ამ ბოლო დროს გადაკითხული. იცოცხლე. მაინც ერთი ის მითხარი. ნიორთავს რომ გეძახიან ხო არ გწეს? აბა რა საბრძანებ ჩემო ბატონო. თქვენ საკითხავთ რომ ამას იქით ნიორთავა დამიძახო. არა. არა, სოლომონ ბრძენის სახელი დიდი პატივი იქნება ჩემთვის. დიდი კაცის სახელი სიბრძნეს ვერ შემატებს ადამიანს. არა, ახლა არც ის ვარ გარო, დიდი კაცის სახელს ამოეფარო და სისულელეები აფრთხიო. არა, დიდი კაცის სახელი სიბრძნეს ვერ შემატებს შლეგებს. იცი რა გითხრა? ეგ სახელი სოლომონ ბრძენამდე ალბათ რამდენ უგუნურს ერქვა. მე მოაღწია ერთმა ჩვენმა კაცმა და გაასხივოსნა ყველა. ხო და ჩვენც გავასხივოს. სოლომონ შენ კიდევ ნუ შეწუხდები რა არ გინდა. რა საბრძანეთ, აბა ეს რა შეწუხება. გარეული ინდაონის ხორცს ეხლა. არა, იცი რა, სახში მედიან გასულ სადილო. სხვა რო არა იყოს რა მედიკოს შეეშინდება. ეხლა ვიცვაფრენ მედიკოსთან. შევატყობინებ რომ თქვენ ჩვენთან აბრძანეთ. არა, გასა. ეხლა. ესა ჩაციებული მქონდა. აჰა. ამაო დაშვერი ჩემო სოლომონ. ხო, სამი წელიწადი აღარ ასო, მექიმე მამიგზალეს. კარგი, ექიმი მსუყური და უგდოთ მართლა აგვიგზავნა ეს მაჯამასა. ამას წინათ ერთი ექიმი ჩაუმბრძანა ჩვენ სოფელში. ჭკუისაც რა დაგვიპირა მთელ სოფელსა. მერე შეხარჩენი ბატონი ეს ჩვენი ექიმი დააპატიმრეს. გაიძვერა ექიმბაში აღმოჩნდა. მე არა, მოიცა, აუცრავინ მე ეს ჭკუა. აუცრა. აი კანკრესად იმის ანგალს მაგათებს აუცრა. ეჩკინა რამ დამგუპა იმოჩა. ნახე კაცო, ნახე. იცი რა რაც არის. მოდი ამ შენ წისქვილს გავუმარჯოს. იცოცხლე ჩემო ბატონო. იცოდე მე მეც აღარ დავდო. თითო ჩემო ბატონო. არა. გამარჯობა. საფქო მოიტანეთ. ჩემო დედინაცვალმა გთხოვათ. ექსიმიდი ნაპურალზე არ დაგთხოვათ. არა, რა იყო, რა შეგავით შული. მოდი. დაგვეწვია. მოდი, ჩაი მოხდა. მადლობა. ჩაი მოხდა. ბიჭო, მალხაზო. რაკენი დახოცე გზაში ინდაურები. ძველი მომგანი. ვისი ეს ბიჭინა? ჩემი ძმა. ნამდვილი ძმა? მამით ერთნი ვართ. რამდენი წლისა ხარ ბიჭო? მე ვიცი. რატომ დაუშალე წელი? ძალიან ეგანება ღვინოს. 3 წლამდე მიწას ჭამდა ეხლა. მოდი ჩემო ბატონო. ნუნუს გავუმარჯოს. ასეთი საცნო და კეთილი გოგო მეორე არ დადის ჩვენ სოფელში. გაგიმარჯოს ნუნუ. ბედნიერი იყავი.
ეს მითხარით შვიდწლედი დაასრულე შვილო. არ დააცადა იმ აშარმა დედაკაცმა თორე ნუნუ ფრიადოსანი იყო ჩემო. ვინ არ დააცადა? ქეთუა დედინაცვალმა. გაგიმარჯოს, კარგად ეხა. გაგიმარჯოს. ალღარ უჩუმრა უნდა შე. უჩუმრა. ჯამე. ჩემო ბატონო, ჩემი ციხის ხვილი ნამდვილი კლუბია. მონაწილეთა კლუბი. ზოგიერთ პარალელში სტატუა ეზარება. ზოგიერთ სასტუმროს ვერ აშოულობენ. მოდი ჩემთან ატარებენ. ამას. ამასინათა სამი თბილისელი აგრონომი მეწვია. ვინა დავლიეთ? ან კერის პირზე გავატარეთ დილამდე. ვისაუბრეთ. ერთი აი პროფესორის თანაშემწერო არის. მე მგონია ის იყო, აი რასაც ახიან პროფესორის თანაშემწესა. ასისტენტი ალბათ. ასისტენტი. აი ჩემო ბატონო, ეს ასისტენტი ამტკიცებდა რომ ვინო და ვაზიო ჩვენგანა წაგებული ბერძნებსა და ზოგიერთ სხვა ქვეყნებში. თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ. ჩვენგანა წაგებული. არა ისე არიან მეცნიერები, რომლებიც იზიარებენ ამ შეხედულებას. შენ შვილო ისტორია შესწავლილი გაქვს? ხოდა გიგებუნებით არიან ადამიანები იზიარებენ ამ შეხედულებას და უმთავრესად ეფორტნობიან სამარხებში, უძველეს სამარხებში აღმოჩენილ ამ ღვინის ფიალებს, სამწდეურებს და სხვა მისდანებს. გასაგებია ახლა რა თქმა უნდა რომ რომაელებს თუ ბერძნებს და სხვა დამპყრობლებს მარტო ოქრო არ გაქონდათ ჩვენგან. გაქონდათ აგრეთვე მათთვის უცხო ახალი იდეები, გაქონდათ სცენარეები, სადაც ცხოველების ახალი ჯიშები და სხვა და სხვა. ხოდა აი თუ ცოტათი მაინც შესწავლილი გაქვს ისტორია, მაშინ გეცოდინება რომ მე-9 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ესე იგი ძალიან შორეულ წარსულში ბერძნების დიდმა პოეტმა ჰომეროსმა დასწერა პოემა ოდისეა. გიგონია რა ოდისეა. რა შეახლა აქ საქმე, ეს ჩამოდის ოდისე თავისი ჯარით კოლხეთში და ესტუმრება ამ კოლხეთის მეფის აიეტის დას კირკეს. კირკე რა უცნაური სახელია. მე მთელი ამბავია, ესე იგი ამ კირკემ მოახერხა და ბერძნების ერთი რაზმი ხორებად აქცია. ეს რომ გაიგო ოდისემ თვითონ მოვიდა ამ კირკესთან დიდი ვერცხლის ხმლით გააშიშმა მის წინაშე ეს ხმალი და ერთგულების ფიცი დაადებინა კირკეს. კირკე იძულებული იყო მიეცე ეს ფიცი, მერე გამოუტანა ტაბაკი და მოართვა ეს წინწკლების მრქვეველი ღვინო. და სხვათა შორის ეს წინწკლების მრქვეველი კოლხური ღვინო ძალიან ხშირად აქვს ნახსენები ამ ჰომეროს თავის ოდისეაში. კიდევ ბევრი ამბებია. ეხლა ჩემო სოლომონ ერთი სადრიგილო მინდა შევსო კიდევ უკანასკნელი და ძალიან როა ალბათ. უნდა მოგახსენოთ რომ თეობიჯი ჯამე უნდა მოგახსენოთ რომ თითქმის მთელი მსოფლიო მომგული, მაგრამ არსად არ შევხვედრი ვარ ამ ციხის წისქვილს. როგორ ეძახით უნდა? ციხის წისქვილი. აი, როგორც ჩანს ეს ციხის წისქვილი, ფრიად დამაფიქრებელი რამაა. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ძველად გაჭირვების დროს, ომების დროს ჩვენი წინაპრები საფქვავს ამ ციხის წისქვილებში. თითქოს ბევრი რომ არ გავაგრძელოთ. მოდი ჩემო სოლომონ. შევსვა ჩვენი ქართველი ხალხის საქმეზე. ალბათ.
გავილო. წადი. მალხას. ო, გაიხედე ერთი ნუნო ხომ არ მოდის. პაპა აბია მოდის. პაპა აბია მოდის. რა გაგჭირებია ქალა? აბა აბრია. მე ქმარი არ ამყავს და გამკითხავე. შენ ახარ უჯირაულთა გვარის უფროსი და თავკაცი. სასიხარულო ამბავი უნდა გავწნო. გადი ერთ წუთი გარეთ მალხას. იქნები. დადი ბიჭო ნახე ხბორები ხო არ შეპარულად. დამიცხარ. დავწადე ერთი წუთი და იმას გეუბნებოდი. ქმარი არ ამყავს მეთქი და გამკითხავე. ვისავ კითხო თუ შენ არა. შენ ახარ პაპა ნუნუსი და იმისი ერთადერთი პატრონი რა კი მაგ მოხერს არც დედა შერჩა და არც მამა. ბედი კარზე მოადგა ნუნუს. რა ბედი რასამ ქალა? კობერიძე ჩამოვიდა ქალაქიდან დიდი საჩუქრებითა. ვინ კობერიძე ქალა? კობერიძე ღვინის ვაჭარი ჩემი საწყალი ქმრის მეგობარი. შენ გინდა თქვა შენი ქმრის დამღუპველი რა. რომელი დამღუპველი? რასა პაპა დამღუპველი. თავად დაღუპა იმ ბედშავმა თავისი თავი. მე კობერიძე არ მინახავ, სხვაში ვიყავი მაშინ, მაგრამ ეს კი მოა განაგული რომ სწორედ მაგ ღვინის ვაჭარმა კობერიძემ ჩაიყვანა შენი ქმარი ქალაქ. თავისი მონაგარი ჩაატოებინა იმ გაოხრებულ არტელში, გაალოთა, გადარია და მე ის იყო რომ შინ დაბრუნდა გაძვალტყაებული გოგრონი. კარგი, ასია თუ ისია ეს გომბი უნდა გავათხოვოთ როგორმე პაპა. თორე იცოდე ბუშს მოგიგდებთ უჭირაულებს. სოფლის ბიჭები დალესილები არიან ნუნუზე, რაღა დღეს, რაღა ხვალ. ეხანდელი ქალები ხო იცი? დღე-დაღამე ბიჭებთან არიან. ტყეში, ყანაში, ვენახში, ფარეხში, კრებაზე, კინოში, ყველგან და ყველგან. არიქო, ყოლმეურნება ჩამორჩა, არიქო გეგმები უნდა შევასრულო. დღე-დაღამეს ასწორებენ. აი მე მithქვამს და შენ დაიხსოვე. ან თქვენ მოუარეთ, თქვენ სისხლსა და ხორცსა და თქვენ გაათხოვეთ. ან არა და მე გამიხსენით ხელები. ბედი კარზე მოადგა. ენი თუთქმელი საჩუქრები ჩამოუტანა მდიდარი კაცია კობერიძე ხელამდე დოლარში ცურავს. მაგის სიმდიდრე ნუ შეშურდება ქალაო, მართალია ქურდსა გძელი ხელები აქვს, მაგრამ ქურდი ტყუილის მტკნელს ერთ რამეში გავს. იმასაც მოკლე ფეხები აქვს. არ ვიცი მე, ქურდია თუ მამისეული მონაგარი აქვს, არ ვიცი, მაგრამ მეფესავით რო ცხოვრობს. ამას მეზობლიანთ მარუაც დაგიმოწმებს მარუას და ქალაქშია გათხოვილი. პაპა, იმისთანა შიფანერკა აქ თურმე. ნიკლის თავიანი რკინის კრაოტები, ფარდაკები, ხალიჩები, პიანინო. იცი რა არის პიანინო? ნურცეკ შეგშურდება ქალა. არ ვიცი მე, აი იცოდე, შემიცოდე. მე სახლი და კარმიდამო უნდა გავყიდო და ქალაქ უნდა გავაგიდე საცხოვრებლად. ორი პარასკევი დამრჩენია, მოსვენებით მინდა ვიცხოვრო. მე ამ ჩემ ბიჭს მალხას უნდა ვექიმო, მეც სამკურნალო და საექიმო ვარ. შარდის ბუშტის ანთება მაქვს. ჯგუასან კითხავ, უნდა მამისმინო კიდევაცა. კობერიძე რა გინდა? გადამთიე. მე და ჩემ ძმა ლუს სულ სხვა რამე გქონდა ბუნებაში. კანკრესთვის გვინდოდა მიბეთხოვებინა, შოფერი კაცია, ხელობა ხელთა აქვს. ამას იღად გამამიტყდა ნაღვინებზე.
ქალაქიდან იმიტომ ვარ ჩამოსული ნუნდ უნდა მეთხოვაო ცოლად. ელე კანკრე ჩვენი გაზდილია. კანკრეო. აკი თქვენა თუშები სხვა გვარის ქალებს ირთავთ მხოლოდ. რას ამბობ პაპა? უჯირაულის ქალი, უჯირაულს უნდა მიატოვო. მოიცა კაცო, საქმე იმაშია რომ კანკრე უჯირაული როდია. ჰა? ბოდბელი დიაკვნის კობეშავიძის ობოლი იყო და ჩემაც მიშვილმა იშვილა, ოღონდ ეს ჩვენში დარჩეს იცოდე. ეს ამბავი შირაქში მოხდა და დღესაც არ არის იცის. აიმე, ეს რა მითხარი, პაპა? ეხლა მესმის, რატო ამიყენა კარზე ბალახიმა კანკრემა? ეხლა მესმის. ეს რა მითხარი? იმიტომ იყო დღე და ღამე აყუდებული ჩემ კარებზე. ხან შეშის დაჭეხვას მოიმიზეზებდა, ხან ღორის დაკლაში მეხმარებოდა. ღმერთმანი მიგვირდა კიდეც. პაპა, ამას წინათ, კანკრეს. ნუნუ უნახავს სანერგე ფარდულთან, გოდერძისთან ერთად გვიან საღამოს. იმ ღამით მოუვარდა. რა უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. თუ კიდე მოგახელო მაგოდერძისთან ორთავეს ხანჯრით გავაგშიგნათო. ნაშ? უიმე, პაპა, არა. თუ ჯირაულები ამ ოჯახის პატრონათა მთვლი, არ მინდა ამ სოფელში გავათხოვო ნუნუ. კანკრე ზეციდეთ შემოსვლა ენდომება. მე კიდე მინდა რომ ქალაქში გავათხოვო ქალი, ეს ახკარი დავყიდო და თავად მე წავიდე აქედან. სახლსკარის რა გითხარა და საქარმი და მონაკლებად გაგიყიდნია ჩემო ძოლო. თედო თარალაშვილი შავზღვის დაგაყენებს. მიწის გაყიდვა მოკვდა დედაკაცო. ესე გავყიდე, ზეც მაღლა იყოს. თარალაშვილი. რა მოხსნე კანკრეტი? რას ჩამოხტირის? ცხვირპირი? არაფერია ზალო ჩემო. სატირალი რა მაქვს? სატირალი შენ აგაქვს პეჩაო. მე რა მაქვს სატირალი? რეფსა როშავ. სატირალი ღმერთმა ნუ მომწეს მეტი. გეოროშა მართალს გეუბნები ზალო ჩემო, მართალს. შენის მითხარი რა მაქვს სატირალი? ნუნუს ათხოვებთო, ჰა? სასიძუც მოგსვლიათ კოპერიძე ქალაქელი ავარა. მაგ თქვენს ნუნუს ერთი ორი დღით წაიყვანს, მერე უკან მოგიგდებთ, შესაძლოა კვიციც გამოაყოლოს თან, 3 ცოლის ალიმენტს რო იხდის უკვე. ნელა ილაპარაკი ბიჭო, ნელა. საღამომშვიდობისა. შენ გაიხარ, მარტო, შენ გაიხარ. ეს მშვიდობა არ მოგიშალოს. მოგილოცავთ ნუნუს გაბედნიერება. ბედნიერება ჯერ შორს არის ჩემო მარო, ჯერ ნახოთ ნუნუ რა სიტყვი. ნუნუსა ვინა გითხავს გაბინა. მეტაში როდი კითხეს ვის მიგათხოვთო, ა? ბარე მართალს ამბობ, მაროა. ჩვენ დროში ქალს გათხოვებას იმდენსა კითხავდნენ, რამდენსაც გასახედნავთ ცხენს უნაგირის ზედდადგმას, მაგრამ რა? ისაო, დღევანდელი ქალი სხვა. რა ხედავ, დინამიც როგორ აპეთქებდა იმ დღეს ჩვენი ნუნუ. ქეჩოში უნდა წაამოხელი, ქეჩოში პაპა აბრია. აკი შენ ხარ უჯრაულთა გვარის უხუცესი. ეგ ყველაფერი კარგია,
მაგრამ კობერიძის სიწოვა უჯერაულებს არ გამოგაწყვეტს ჩახშები ჩავ. თუ გაიგონებს ხახვი არ დამაჭრას ყურებზე მაგჩემანა. ჩუმად მეთქი სადაგი კარგავს ცირცული რეექსაროშო. რა სადამართავს? შენ ეს მითხრა. საიდან იცნობ შენ კობერიძეს, აჰა? მაგის მზევად არ ვიცნობ. ქალაქში ვინ არ იცნობს მაგ სპეკულიანტს? კახეთიდან წაღებულ ღვინოს, წყალსა და სახარეს სურებს და იმის ვაჭარია. მე რა შენი დარდია ეგა? მე ნაკლებად დამდგომია მის გამო დარდი. შეხვდება როცა ვირის საბანოში ჩააყუდებენ მაგ დღეს არ ხუჩები ჩავ. ისა მიდი მიდი გაგიმარჯოთ. თავს კობერიძე ღვინოს ნოიპარავ დალიშ ჩიკარო არო რა სიმდიდრეა. ერები მოუტანია ხა. ვაიმე. ამას უყურე. სადიშოვა აბა. დაჭი. ეს ნახე რა ლამაზია. და ლამაზია თეთა. ვინმე მარონა. და შობი ჩუბად. ვაიმე. ჩუბად ხარ. ვაიმე. მაუდაული უკან. არისა. ჩუბად ხარ. ვაიდანა. დიდი კაია. ვაიმე. დედა. რა არის? ეს კაბა მოისომე კაბა. ვაიმე. მიცადი დავიცადი ახლა. დამაცადე. ჩემი გუდი მომიცი. მოისომე კაბა. ვაიმე დიდიკო. დიდიკო. სადაც უკანა დამაცადე ხალხიო. ჩასკდი. გაგიხნეს და დამაცადოს. ძიკაია. მამე ფაკარა გეჩქები ბაბა. არავინ მომდის. აიჩქარი რა. ვაიმე. მალხას კამარი იქნება ჩქალემჭა. დედა აი კამარი. მოდი. შეკარი შენ. მარო ხუდი მომიძე. შენ შეკარი. შეგაგიხნეს თავდა ქეშენა. მაიცა. ვაიმე. ამოგივიდა.
გადავარდა. აი ხმაბა თუ გაწოქას. აი დაგიხმის თავში რა იცი. ესე მარო, ხუდი მაიტა. მაიტა, აღარა. საიდან დაიწყო? ამის წინა და უკანა რა გაარჩევს? დედა ესე არის. ჩუბათი ყადეს. დედიკო რა მოიწიხარ არ გაიხადე ის გამა დედიკო რა მოიწიხარ დედიკო როგორ გიხდება ნუ გაიზდები ხო მიყიდი ესეთ კაბინს დედიკო გიყიდი სვინოს როიპარა დალი ჯიგარო აინე მალხას ღვინო შეუტანე ჩქარასტუმრებსა ჩქარა აროშ პუდრი და პამადა ნახე აიმე მარო სარკენა იხსნება ჩქარა სარკე მარო ერთი დავინახო ჩემი საწყა თავი მეუბედა მე მაინც გალოცმები რა ლაბაზი ხარ ლაბაზი მიტირა რა ეხლა პამადა წავისო ეგ რა არის დედა დამაცადე ხარ მოვიდა ეხლა ხელ ხუმად ვაიმე აი რა დრო იყო მარო რა დრო იყო აი შენ ლაბაზი ხარ რა ლაბაზი ხარ უი თვალი დაუდგეს იმ ქალაქელებს რა ლაბაზი ხარ სტუმარი გვეწვია დაბრძანდით ჩემო ბატონო ჩემი დედნაცვალა ეხლავე მოვა აგი გეუბნებოდი თუ არ გასთხოვდები მე და გასწრები მეთქი საქმრო ჩამომივიდა თბილისიდან აბა ნახე ρε ბიჩამო მიტანა ნახე ხვალ ხელს მოვაწერთ და თბილისში წავალთ მე და ბალხასო ამაღამ გვიანობამდე მუშაობთ ეხლა ცოტა შევჭამდა ისე ფარფლში უნდა დავუყო რა საბობგო ჩემ ნიშნობას არ უნდა ძიეს რა მოგსულიეთ გალებო ჩვენგან შესმულმა ღვინომ ხომ არ დაგათროთ ჰა კეთვას საჩუქრები ჩამოვდანა საქმრობა უნდა გავათხოვოთ ჩვენი კეთვა მე კი არა შენ ჩამოგივიდა საჩუქრები და საქმროც ნუნუ ეს საჩუქრებიც შენია უნდა მოგილოცო ბედნიერება გინეს თუ არა საქმრო რა საჩუქრები მე საქმროს ადამყავს აკანდინა თუ არა ქულია ათი გეყოლება გო ხო გეყოლება გეყო ერთი და იმავე კაბის ტარება ღარიბობა და ობლობა ჩემი სიღარები არავისთვის ჩემი ჩივლი ეგო შენ არ შეგიჩივლია მაგრამ უთქნელად გისმინა ღმერთმა და საქმრო მოგაყენა კარზე მე არც ღმერთი მწამს და არც საქმრობის მწებნელი ვარ მაიცედი რაჯე გითხრა რამე გო
არამცალია დასაჯდომად ვაზია დასარგავი. დაჯექი ერთი. იმ შემოთას დარგავენ იმ ვას. კობერიძე ჩამოვიდა ქალაქიდან. ნიშნობა უნდა მოგიწყო დღეს ხვალ. კობერიძე მინეშმაკი. კობერიძე. ღვინის ვაჭარი. საწყალი მამაშენის ძმაკაცი. ახსოვს. აი თბილისში რო ვიყავით მალხაზი რო საექიმოდ გვყავდა, კინოში რო დაგპატიჟა კრაველის ფაფახიანი ქუდი, არ გახსოვს? მე რო კიდეც მომეწონა იმისი კრაველის ფაფახი ჩემი პალტოს საყელოთა. აბა გაიხსენე. აი იმ დღიდან ჩავარდნი ხარ გულში. ნუ მდიდარი კაცია კობერიძე. მე ვაჭრებთან და მდიდრებთან რამე საქმეა ჩემოხედო. მაშინ ღარიბები ღატაკები უნდა გეხვიოს თავზე სულგო. მე არავინ თავზე არ მახვევია. და საერთოდ მე ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ. იცი ძალოქეთო. კობერიძე შენ უფრო შეგშვენდებოდა საქმროდ. მისი მოტანილი კაბების როგორ გიხდება ძალუად შემო, მითომ რაო. სიამოვნებით გავყვებოდი კობერიძეს. დასაწუნარი რა აქვს? მაგრამ სამწუხაროდ კვიციან დედაკაცები არ უნდა. ნუ არ წახვიდე არ წახვიდეს დილობისთვის მაინც ეჩვენეს სტუმარში არამცალია მე. ოი ჯანდაბასიკით ქონია გზა მომაყოლეს აქედან. კობერიძე ღვინოს ნუ იპარავ. დაიე ჯიგარო. მარო მოდი აქ. ძალიან მეშინი ამაღამ უბედურება არ დადრიალდეს ჩვენსა. რა უბედურება უნდა დადრიალდეს რა? ვაი რა და ქრისტეს ფეხის მკვნეტელია ეს კანკრე. მარა იქნება ქალაქელი შოფერი. მერე და მეშინი არ მოგვიკლას ის ოჯახური კობერიძე. ნეტა ერთი შეცა. იქ კობერიძეც კაი უხედია. ვალში არ დარჩება. ხო, მაგრამ რაღაც ჩემ სახში. აქედან წიეთრივნენ და თუ გინდა კეფა ჩაუმტვრიონ ერთმანეთსა. აგვიმარჯოს. ღმერთ ძაღლო. დალიე. ღვინოს ნუ იპარავ. თუ დედალი არ ხარ. გარეთ გავიდე. Иди. აკოცის სტუმარს. საპატაძლო სად არის? რა გამომალება? კოლექტივში. მოვა, მალე მოვა. მატყუე. ამ შუა ღამისას კოლექტივში რა უნდა?
სად მიბრძანდებით? მივდივარ. და როდის მობრძანდებით? ხვალ მოვალ. და ეცადე ნუნუ სახში დამხვდეს. დაგხვდებათ. დაგხვდებათ. ნახვამდი. ჩემი სახლში წასვლის დროა, ბაბაბრია. Rati paravdi, şerleşsin! Liga, Vano! Liga, შენ ვიდეო შენ კაცო და კობერგი ჩხუბობენ ფრალები არიან. ვინა ჩხუბობენ კაცო, რა საერთოდ? რა თქო შენ და ვინებია გესმის? რა დროს ძილი ცოტა თვალს მოვაპყრობ, ტრაქტორები მერე მიდოს ვინებია. კაცო, ბავშვებს მიხედავ, გესმის? დაგლის ნო სადახი, წადი. სახში თუ არ გეჩქარება, ვერ მოხისკენ გავისერნით. არ მიჩქარა.
საჰალამეში. მაინც რა მოხდა ნუ ისეთი რომ ერთ საათსაც არ მოინდომე ჩემთან დარჩე. იცი რას გეტყვი გოდერძ? ასე გავაფრთხილებლად დადიოდით ალბათ შენთან ათიაც. ამდენი რომ ალაპარაკეთ ვერ მიხარიჭა. დანათია? კი მაგრამ იმასთან საერთოდ არაფერი მქონია. რა ვიცი, წელიწადზე მეტი ამტკიცებენ შენი ნათესავი ქალები სულ რამდენიმე კვირა და ხელს მოაწერენ. ეს მოაწერენ. მოდი. შარშან ერთად ვისხედეთ გულწილში. ჩაბაცებულ ორივეს, როგორ შვენი ხართ ერთმანეთს, ეს იყო და ეს. ენის ქაული ოღდოთ თუ